მე-18 დავალება. კლასში სწავლობს 24 მოსწავლე, მათგან მაგიდის კომპიუტერი აქვს 10 მოსწავლეს, პლანშეტი აქვს 7 მოსწავლეს, ხოლო როგორც მაგიდის, ასევე პლანშეტის პლანშეტი აქვს 5 მოსწავლეს. რა არის იმის ალბათობა, რომ ამ კლასის მოსწავლეებიდან შემთხვევით შერჩეულ მოსწავლეს არ აქვს არც მაგიდის კომპიუტერი და არც პლანშეტი. მთლიანად ამოცანა ითვალისწინებს სიმრავლეებზე მოქმედებებს და გვთავაზობს ამოცანის იძლევა ისეთ ნიშნებებს, რამაც უნდა მიგვიყვანოს აი ამ მეთოდის გამოყენებამდე, კერძოდ ვენის დიაგრამებითა და შემდეგ მარტივი ალბათობის. ეს ორი ნაბიჯია გასავლელი. რადგან ვიცი, რომ არ ვიცი მხოლოდ რამდენი სწავლობს კომპიუტერს ან რამდენი სწავლობს მხოლოდ პლანშეტით. მაგრამ ვიცი, რომ მთლიანად სიმრავლეში, აი მაგალითად მაგიდის კომპიუტერის შემთხვევაში, ეს არის 10. მაგრამ ამ 10 მოსწავლიდან რამდენს აქვს მხოლოდ კომპიუტერი და რამდენს აქვს ორივე მათგანი, მე არ ვიცი. იგივე შეიძლება ითქვას პლანშეტის შემთხვევაში, 7 გულისხმობს ეს რიცხვი, როგორც იმ მოსწავლეთა რაოდენობას, რომელთაც მხოლოდ პლანშეტი აქვთ და დამატებული მოსწავლეთა რაოდენობა, რომელთაც ორივე გააჩნიათ. თანაკვეთის თანახმად ეს პასუხი არის 5. და მარტივად მე შემიძლია დავადგინო, რომ რადგან 5 მოსწავლე ესეთია, რომელსაც ორივე ხელში აქვს და მხოლოდ 10 არის ესეთი, რომელსაც კომპიუტერი აქვს, ეს გამოდის, რომ მხოლოდ 5-ია ისეთი მოსწავლე, რომელსაც კომპიუტერი გააჩნია. ანალოგიურად, მხოლოდ 2-ია 7-ს გამოკლებული 5, რომელსაც მხოლოდ პლანშეტი აქვს ხელში. ამათი ჯამი საბოლოოდ იძლევა იმას, რომ ჩვენ გვაქვს ამ შემთხვევაში, ვისაც მინიმუმ 1 მოწყობილობა ხელში აქვს, ეს არის 12. 12-ია მათი საერთო რაოდენობა. რატო? იმიტომ რომ კომპიუტერი პირობითად არის 10 მოსწავლე, არის 10 მოსწავლე და ამას ემატება ის 2, რომელსაც მხოლოდ პლანშეტი აქვს, ასე ვთქვათ, ჩანთაში ან ხელში არ აქვს ასეთი მნიშვნელობა. ასეთი არის 12 მოსწავლე, მაგრამ ვიცი, რომ მთლიანად სკოლაში 24-ია, შესაბამისად, ავალ ბედზე შერჩეულ მოსწავლეთაგან არსებობს 1/2 შანსი იმისა, რომ ვიპოვო ის მოსწავლე, რომელსაც არც ერთი არ აქვს. ანუ მთელი მოხსნის გზა უნდა გავუკეთებია ისე, რომ გვეპოვნა თუ რამდენია ისეთი მოსწავლე, რომელსაც არ აქვს არც ერთი, არც პლანშეტი და არც კომპიუტერი. ასეთი იყო 12, რომელიც შეეფარდა მთლიან რაოდენობას და ალბათობა გამოვიდა 1/2. ეს იყო ძირითადი ამოხსნის გზა ამ მე-18 ამოცანაში.